ირაკლი ალასანიამ არჩევნების შემდეგ პირველი განცხადება საარჩევნო უბნების დახურვიდან 9 საათში გააკეთა. ალიანსის ლიდერი ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს ელოდება და საკუთარ მხარდამჭერებს ხმების დაცვისკენ მოუწოდებს. მე მინდა მივმართო პირველ რიგში ჩვენს წარმომადგენლებს საარჩევნო კომისიებში უბნებზე ყველა ხმას, თითოეულ ხმას, რომელიც მოგცა ჩვენმა მოქალაქეებმა, ეხლა ჭირდება განსაკუთრებული დაცვა. ვიდრე დაიწყება ხმების გადათვლა, მთლიანად ყველანი უნდა ვიყოთ მობილიზებული. თითოეული ხმა იქნება ჩვენს მიერ ბოლომდე დაცული. ამიტომ ყველას მოუწოდებ მობილიზებისთვის და რეალური შედეგები საზოგადოებისთვის იქნება ცნობილი მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც გვექნება მონაცემები ჩვენი ამომრჩევლების ხმების დათვლის შემდეგ. Exit polls რაც შეეხება, ეს არ არის რეალური სურათი. რეალურ სურათს მოგცემს მხოლოდ და მხოლოდ ხმების გადათვლა.